ხომ გითხეთ საოცარი ამბავი. მოკლედ, კირას ფოტოები რო გავაზიარე და რო აქ დაჩხლებები ლოყაზე, ძალიან ბევრი კომპლიმენტი მოდის ამასთან დაკავშირებით და არც ნინას და არც იკუნას არ აქვს. ნუ რა თქმა უნდა, მეც არ მაქვს და კახუნასაც არ აქვს, თორე რა იქნებოდა ამაში გასაკვირი. სულ მინდოდა რომ აი ეს ორი ნაჩხლეტი ქონოდა ჩემს შვილს. გაგუას კლინიკაში ვიყავით, მოკლედ საოცარი შეხვედრა იყო, ისეთი სალონური შეხვედრა, ორსულები ვიყავით ყველა. ვეკითხებოდით და ვსვავდით შეკითხვას, რომელიც გვაინტერესებდა პელე ექიმებთან და ნუ ამ პელე ექიმმა ვკითხა, რომ რა მითები გსმენიათო ორსულებსო. ნუ რაღაცა 1000 მითი იყო, მეც ჩემი მითები რაც გამიგია ვუთხარ და თუ როგორ თქვა, რომ ესეთი მითი გამიგიაო, რომ თუ კვერცხს მოპარავ მეზობელსო, შენს შულსო ნაჩხლეტები ექნება ლოყაზე. ხო, დღეს პირველად გაიგებს ჩემი მეზობელი თამუნა ამ ამბავს. ავედი თამუნასთან და მოვიპარე კვერცხი. ხო და აქ ჩემი თამუნა პირველად გაიგებს ამას თქო, რომ თუ შემამჩნია და დაინახა ეს ყველაფერი თამუნა, ეს მხოლოდ ნაჩხლეტებისთვის იყო გაკეთებული. ძალიან გთხოვ, ჩემზე ცუდად აღარ იფიქრო. მოკლედ, მოვპარე თამუნას კვერცხი. ხო, ჩამოვედი ამეთი ოღონდ ისე ვინერვიო ხალხმა, ეს რა ყოფილა. ადრენალინი გაოფლენებული, განადგურებული ვიყავი, თან მეთქი რომ შემამჩნიოს, ახლა რაც არ უნდა უთხრა ამ დროს, როცა რაღაცას იპარავ და წაგასწრებენ, ჩემი აზრით, მაგ დროს სიტყვები არაფერი არა, მე ისე მგონია და მეთქი რა უნდა ავუხსნა და მოკლედ ვუცნობობდი, რომ ეს არ გაეგო, სანამ ნაჩხლეტებია შულს არ გავაჩენდი და გავაჩინე და მადლობა თამუნა კვერცხისთვის.